დღევანდელ ვიდეოში განვიხილოთ კეტონური სხეულებს. კეტონური სხეულები წარმოადგენს ენერგიის ალტერნატიულ წყაროს. მისი სინთეზი ხდება ცხიმოვანმჟავების მეშვეობით. ჩვენ სქემას სწორედ ამ პატარა სქემას ამას წარმოგიდგენთ. ცხიმოვანმჟავები ღვიძლში მეტაბოლიზდება, გვაძლევს კეტონურ სხეულებს, თუმცა დავიმახსოვროთ, რომ ღვიძლი ვერ იყენებს კეტონურ სხეულებს ენერგიის წყაროდ, მას სჭირდება ცხიმოვანმჟავები. კეტონური სხეულები გამოთავისუფლდება სისხლში, საიდანაც უჯრედების და ზოგადად ორგანიზმის თითქმის ყველა ტიპის უჯრედი მოიხმარს, რაც პირველ რიგში იწევს იმას, რომ გლუკოზას გვინარჩუნებს, მარაგს გვიზრდის თავის ტვინის უჯრედებისთვის და თავის მხრივ თუ ეს გლუკოზა არ იყოს საკმარისი, თავის ტვინის უჯრედების აქვს უნარი, რომ კეტონური სხეულები გამოიყენონ. ზოგადად ვიცით, რომ ცხიმოვანმჟავების გამოყენება არ შეუძლია თავის ტვინის უჯრედებს და სწორედ კეტონური სხეულები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცხიმოვანმჟავებისგან მივიღოთ ენერგია თავის ტვინის უჯრედებისათვის. ცხიმოვანმჟავების სინთეზი ჯანმრთელ ადამიანში ნორმალურ ფიზიოლოგიურ და მდგომარეობის დროს მიმდინარეობს შიმშილის ფაზის შემთხვევაში. შიმშილის ფაზის დროს, როდესაც ცხიმოვანმჟავები დაიშლება, ეს მოხსნებს დიდი რაოდენობით აცეტილკოენზიმას. აცეტილკოენზიმა ვერ ჩაერთვება TCA ციკლში, ჩაერთვება პირდაპირ კეტონურ სხეულებზე გადავა, საიდანაც პირველის არის თიოლაზას მიერ წარმოებული რეაქცია, ორი აცეტილკოენზიმასგან ვიღებთ აცეტოაცეტილკოენზიმას. შემდეგ ის უკვე საფეხური ეს არის HMG კოენზიმას სინთეზას მიერ წარმოებული. ეს არის სიჩქარის ბალიმიტირებელი საფეხური, ანუ მარეგულირებელი ეტაპი. მასზე ზემოქმედებით შეგვიძლია ვარეგულიროთ კეტონური სხეულების სინთეზი. და ვიღებთ HMG კოენზიმას. HMG კოენზიმა ლიაზას მეშვეობით კი საბოლოო ჯამში ვიღებთ პირველ კეტონურ სხეულს აცეტოაცეტატს. აცეტოაცეტატი შეიძლება დაიშალოს და მოქცეს აცეტონი და მოქცეს მეორე კეტონური სხეული. ეს არის 3-ჰიდროქსიბუტირატი. ამ პროცესში მონაწილეობას იღებს ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი დეჰიდროგენაზა. ეს ფერმენტი, როდესაც მივიღებთ ორ კეტონურ სხეულებს, როგორც ვთქვით, გადავა სისხლში, მივა შესაბამის უჯრედში და იქ უკვე საპირისპიროდ მიმდინარეობს რეაქცია. აცეტოაცეტატიდან მივიღებთ აცეტოაცეტილკოენზიმას, შემდეგ ისევ აცეტილკოენზიმას და იქ უკვე TCA ციკლის მეშვეობით მივიღებთ სათანადო ATP-ს, სათანადო ნათრაშს და ზოგადად ენერგიას. ნორმალურ შემთხვევაში ვიცით, რომ გავიგეთ უკვე, რომ შიმშილის ფაზის დროს ხდება დიდი რაოდენობით კეტონური სხეულების გამოყოფა. თუმცა არსებობს გარკვეული პათოლოგიები, რომლის დროსაც კეტონური სხეულების სინთეზი მიმდინარეობს და პირველი ესეთი არის პირველი ტიპის დიაბეტი. პირველი ტიპის დიაბეტის დროს, როდესაც ინსულინის კონცენტრაცია სისხლში დაბალია და გლუკოზის უტილიზაციის ხარისხი შედარებით დაბალია, ეს იწვევს იმას, რომ ცხიმოვანმჟავების დაშლა მიმდინარეობს უფრო ძლიერ, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ერთი იმას, რომ აცეტილკოენზიმას კონცენტრაცია იზრდება. თავის მხრივ ვიცით, რომ გლუკოზის უტილიზაცია ნაკლებია, ოქსალოაცეტატი, ნაცვლად იმისა, რომ კრეფსის ციკლში ჩაერთოს, იწყებს გლუკონეოგენეზს და გლუკონეოგენეზში მონაწილეობს, რაც საბოლოო ჯამში იწევს იმას, რომ აცეტილკოენზიმა გვეზრდება და ცხიმოვანმჟავების წარმოქმნება ძალიან ბევრი და ეს აცეტილკოენზიმა კრეფსის ციკლის ნაცვლად მინდის კეტონური სხეულების სინთეზში. კეტონური სხეულების სინთეზი საბოლოო ჯამში იწევს იმას, რომ წარმოქმნება აცეტონი და დიაბეტური კეტოაციდოზის დროს დამახასიათებელია ამონასუნთქში სწორედ აცეტონის სუნი. აცეტონი ზოგადად ეს არის ტოქსიური ნივთიერება, რომელსაც ახასიათებს CNS-ის მხრივ სიმპტომები, მაგალითად თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, გულისრევის შეგრძნება და ტერმინალური სტადია, ასე დროს ეს არის კეტოაციდოზური ზოგადად კომა, რომელიც შესაძლოა ლეტალობითაც დასრულდეს. მეორე პათოლოგიური მდგომარეობა ეს არის ალკოჰოლიზმი და ალკოჰოლიკებში ხდებით, ალკოჰოლიკებში ეთანოლის მეტაბოლიზმი, ზოგადად არა მხოლოდ ალკოჰოლიკებში, ეთანოლის მეტაბოლიზმი გვაძლევს დიდი რაოდენობით ნათაშს. და დავუბრუნდით ამ სქემას, დიდი რაოდენობით ნათაში გამოიწვევს იმას, რომ მალატიდან ოქსალოაცეტატი აღარ მიიღება. ოქსალოაცეტატი აღარ მიიღება, თავის მხრივ ცხიმოვანმჟავებისგან წარმოქმნილი აცეტილკოენზიმა კრეფსის ციკლში აღარ ჩაერთვება კეტონური სხეულების სინთეზში, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის კეტონურ სხეულებს, გაგვიზრდის აცეტონს. აცეტონის გაზრდა კი საბოლოო ჯამში მოგვცემს დამახასიათებელ სუნს ამონასუნთქში. ეს დავიმახსოვროთ ასევე, რომ აცეტონის მეტაბოლიზმი და გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება არა თირკმლის მეშვეობით, არამედ ფილტვების მეშვეობით. და
როდის ხვდებით შარჯში? შარჯში ხვდებით, გახანძლებული სიმშილის დროს, ვარჯიშის დროს და ფიზიკური აქტივობის დროს, ალკოჰოლიზმის დროს, როგორც ვთქვით, დიაბეტური კეტოაციდოზის დროს და გაუკონტროლებელი დიაბეტების დროს. ეს იყო ჩვენი ვიდეო კეტონური სხეულების შესახებ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ჩვენი ვიდეო.